მოგესალმებით, ეთერშია ობიექტივი. შეგიძლიათ ჩვენს გადაცემებს ასევე უსმინოთ ტალღაზე FM 105 და 1. მე ირმა ინაშვილი ვარ. თქვენთან ერთად ვიქნები ამ 50 წუთის განმავლობაში. თემები, რომლებიც იხილება ობიექტივის პირდაპირ ეთერში, უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ინტერესს, ჩვენი ხალხის ინტერესს. და კარგია რომ ეს არის ინტერაქტიული ტელევიზია, ანუ გაქვთ თქვენ შესაძლებლობა რომ ჩაერთოთ ამ ტელევიზიის მაუწყებლობაში და თქვენი აზრი პირდაპირ ეთერში დააფიქსიროთ, რა არის ის, რაც დღეს ქართველ ხალხს აწუხებს და ტკივა. ყოველთვის არის თემები, განსახილველი თემები, რომლებიც მეტნაკლებად ჩვენ ხვდებით რომ არის საზოგადოებისთვის საინტერესო. და აი ეს თემები რომ გადავხედოთ დღეს და დავახარისხოთ, ჩანს რომ პოლიტიკური პროცესი, ეკონომიკური საკითხები, სოციალური საკითხები, ყველაფერი კი აინტერესებს, რა თქმა უნდა, ჩვენს მოსახლეობას, მაგრამ აი ამ თემებს შორის ყოველთვის არის ხოლმე რაღაცნაირად პრიორიტეტული თემები, რომელიც განსაკუთრებულად აღელვებს, აშფოთებს, ადარდებს, აწუხებს ჩვენს ხალხს და ერთ-ერთი ასეთი თემა იმ არაბულ ინვესტიციას უკავშირდება, რომლის თაობაზეც საზოგადოებაში ვნებათაღელვა არ ცხრება. მოგეხსენებათ, საუბარი არის გონიოში და ასევე თბილისში, კრწანიში განსახორციელებელ გრანდიოზულ პროექტზე. ჩვენ მოვისმინეთ შეფასებები როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ისე თავად არაბი ინვესტორი საუბრობდა ამ თემაზე და ჩვენი ხალხი, რომელიც არის საკმაოდ ბრძენი ხალხი, წუხს განიცდის, დარდობს იმის გამო, რომ ამ პროექტში ხედავს საფრთხეს და საშიშროებას. თუ დააკვირდებით ეს პროექტი, რომელზეც ხელისუფლება ეს გატაცებით საუბრობს, რომ შემოვა ინვესტიციები, აყვავდება ჩვენი ეკონომიკა, იქნება ეკონომიკის ზრდა, აგერ დაასაქმებენ ადგილობრივ მოსახლეობას და ასე შემდეგ, რეალურად არის დახურული, იმიტომ რომ კონტრაქტის პირობები არ არის გასაჯაროებული, ჩვენ არ ვიცით რამდენი წლით ხდება ამისი გადაცემა, რა პირობებით ხდება, 33% რჩება ქართულ სახელმწიფოსო და აი ეს 33% რატომ, როგორ ხდება ესა, რის ხარჯზე ხდება, რა რისკ ფაქტორებია, აი ამაზე კი არ მიდის საუბარი და კი არ მიეწოდება ეს ინფორმაცია ჩვენ საზოგადოებას. არამედ მხოლოდ ამბობენ იმას, რომ აი ეს პროექტი არის ხსნა ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა მოიწონეთ, ანუ ხდება იძულება ჩვენი საზოგადოების, რომ მოვიწონოთ ეს პროექტი, რომელშიც ჩემნაირები, თქვენნაირები ვხედავთ ძალიან დიდ რისკს. ანალოგიური პროექტები არაბულ კომპანიას განხორციელებული აქვს ჩერნოგორიაში, განხორციელებული აქვს კვიპროსზე. სხვათა შორის თუ გაეცნობით ინტერნეტში, თქვენ ნახავთ, რომ მთელი ეს ჩერნოგორიის სანაპირო აიღეს არაბებმა და იქ რეალურად ადგილობრივმა მოსახლეობამ წვდომა დაკარგა ამ სანაპირო ზოლზე. იმ რაღაცა უნიკალურ ცენტრშიც მათ არავინ არ უშვებს და სინამდვილეში ადგილობრივი მოსახლეობის დაჩაგვრის ხარჯზე ამ არაბმა ინვესტორმა ზღვის ნაპირიც დაისაკუთრა, ტერიტორიებიც დაისაკუთრა, იმიტომ რომ ააშენა იქ ისეთი კომპლექსი, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ მდიდარი მოსახლეობისთვის და არა ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის და ჩვენთანაც აი ეს მაგალითები კარგად უნდა გავაანალიზოთ ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენთანაც ვდგავართ ანალოგიური საფრთხეების და რისკების წინაშე. თუმცა მე რა შეფასებებსაც ვისმენ ბოლო პერიოდის მანძილზე, ძირითადად ერთი მიმართულებით მიდის საუბარი, რომ არაბიზაცია და აქ ჩამოვლენ და ისინი იყიდიან ძირითადად ბინებს, ასეც იქნება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ
ჩვენს მოსახლეობას მოგეხსენებათ, არ აქვს იმისი საშუალება, რომ წვდომა კონდეს ესეთ ძვირადღირებულ პროექტებზე და ასეთ კომპლექსებში ამ ბინას შეიძინოს, ან თუნდაც შევიდეს და ყავა მიირთვას. აგერ არის აშენებული პარაგრაფის სასტუმრო, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ შეძლებული ფენებისთვის და იქ ისვენებენ მხოლოდ შეძლებული ოჯახები და ყავასაც მიირთმევენ მხოლოდ შეძლებული ადამიანები და ჩვეულებრივი მოკვდავნი იქაც ვერ შედიან. ეხლა ნახეთ და აკვირდით რა არის კიდევ საგულისხმო და დამაფიქრებელი, როდესაც არაბული კომპანია Eagle Hills-ი ასეთ პროექტებს ხელს კიდევს, მსოფლიო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ძირითადად ყოფილ სამხედრო ბაზებს იღებს ხელში ამ ინვესტიციების განსახორციელებლად და ესე მოხდა სხვადასხვა ევროპული ქვეყნების მაგალითზეც, სადაც სამხედრო ბაზები, ყოფილი სამხედრო ბაზები, აი იუგოსლავიის ყოფილი სამხედრო ბაზა გამოიყენეს მათ ასეთი მშენებლობისთვის და გონიოში უკვე სადაც იყო პოლიგონი, სამხედრო პოლიგონი, სწორედ აი ამ ფართობზე, ამ ტერიტორიაზე არის ლაპარაკი, რომ გაშენდეს ეს ქალაქი. ეხლა ნახეთ და აკვირდით, მე რა კუთხით მინდა რომ გავამახვილოთ თქვენი ყურადღება. ეს არის საქართველოსთვის სტრატეგიული ადგილი, საზღვარი, სარფი იქვეა თურქეთის სახელმწიფო. ჩვენ ვიცით თურქეთი რა პოლიტიკას აწარმოებს წლების განმავლობაში აჭარის რეგიონში, რომ ეს არის რაღაცნაირი პროექტები აქვს მას სუბსიდირებული მიზანმიმართულად, შესულია, ინტეგრირებულია თურქეთი საკმაოდ მძლავრად აჭარაში და ეხლა აი გონიოში, სარფთან ახლოს, საქართველო-თურქეთის საზღვართან ასეთი მასშტაბური არაბული, ასე ვთქვათ, ინვესტიციით აშენებული ქალაქის ჩადგმა ეს არის საფრთხე არამარტო დემოგრაფიული ბალანსის შენარჩუნების კუთხით, არამედ ჩვენი თავდაცვის უნარიანობისთვისაც საფრთხეა, იმიტომ რომ თუ ვთქვათ რაიმე კონფლიქტი მოხდება საქართველოსა და თურქეთს შორის, აი თეორიულად რომ დაუშვათ ასეთი რამ, ჩვენი საჯარისო ნაწილების განლაგებისთვის ადგილიც კი აღარ რჩება. მეორე ფაქტორი არის ის, რომ თურქები და არაბები ძალიან კარგად არიან ინტეგრირებული ერთმანეთთან, ძალიან ბევრ პროექტს ერთად ახორციელებენ, აქვთ გეოპოლიტიკური ინტერესები და აი ამ გეოპოლიტიკური ინტერესების დაცვის პროცესში საქართველო კონკრეტულად აი ამ გონიოს ნაწილში მე ასე ვხედავ პროცესს, რომ თამობს თავის სტრატეგიულ და გეოპოლიტიკურ ინტერესს და ეს ძალიან დიდი საფრთხეა ჩვენი სახელმწიფოსთვის. ზარი პირდაპირ ეთერში, გისმენთ? ალო, გამარჯობათ. ეს ქვეყანა, მე მინდა თქვენი შვილებისთვის, ჩემი შვილებისთვის, ჩვენი ყველა ქართველისთვის და არა არაბებისთვის. მე ახლა ღირებავს თქვენი ჭალიდან. რაღაცა 2 კილომეტრია ეს არის წეპარკი. ულამაზესი უნიკალური ადგილი. ერთი ხეს არ დატოვებთ. ჩვენ ქუჩაზე გასავლეს არ დაგვიტოვებთ. აი რა უნდა ვქნათ, ეხლა მე უშედეგო კაცი ვარ. იშვიათად გავდივარ გარეთ მაგინა. ხო გავდივარ და ხო რაღაცა იმასე. სადღე ვინმე აღარ იქნება ქართველი. თან სალამეს შეფარდები აზერბაიჯანის უკლებია, ხო? ეს პრობლემა და მე კაი ეს წერები არის ჩადაბასმაგრად. უცხორო მოვა. სულ სხვა ეროვნება, სულ სხვა მენტალიტეტის ადამიანი. ხე ეს დავაყენოთ რა მე ეს. არ გვინდა რა ვქნა. მადლობ, დიდი მადლობა ზარისთვის ტექნიკურ ჯგუფს ვთხოვ, სატელეფონო ზარების ხმას ოდნავ აუწიოს, რომ კარგად მესმოდეს. ჩვენ საუბრობთ არაბულ ინვესტიციაზე და ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში გამოდიან და ჩვენ საზოგადოებას არწმუნებენ, რომ ეს არის ქვეყნისთვის სასიკეთო პროექტი, თუმცა ხალხი ბრძენია და ძალიან კარგად იმ რისკ ფაქტორებს ხედავს, რომელზეც დისკუსია უნდა იყოს გახსნილი. ეს კონტრაქტიც, რომელიც დადებულია, უნდა იყოს საჯარო, ვინაიდან კარგად იცოდეს ხალხმა, რა გველის ჩვენ წინ, რას ვიგებთ, რას ვთმობთ და რის ხარჯზე
ლაპარაკობს ხელისუფლება, რომ იქნება ეკონომიკის ზრდა და მთელი ამბები. თუ ეს ეკონომიკური ზრდა მოხდება ჩვენი ხალხის ინტერესების ხარჯზე, არავის არ ჭირდება ასეთი ზრდა, მეგობრებო. ზარი კიდევ ერთი ჩვენს ეთერში, გისმენთ. გამარჯობათ. ადგილს ვერ პოვოს, მაგის მიერ აღარ მიდან ზარო ჯარდის. ეს რა ხდება? თან ერთ არაბები უნერთმაიცის ვის მიხდიან ამ დინებს, მარტო თვითონ კონსტიტუციას. და ეხლა მე მეგობარ საავტომობილო ბაზის უმასპირო არის, აი ვანტესის სინელები დასახლებენ. ხარის ხოლობენ. ის დროთა კალიფინ სტუდენტი გახდები, და ესეთი ამ ფაქტების უკან შეუსყიდიათ მიწოდი ვენაში ვანილი ბოსტეული ძილი ბუნდორი მადლობ ზარისთვის, მესმის თქვენი შეშფოთების, იმ დღესაც უსმენდი ობიექტივის პირდაპირ ეთერში ინტერაქტივი იყო ილია ჩაჩიბაიას გადაცემა, სადაც ძალიან აღშფოთებული რეკავდა ჩვენი ტელემაყურებელი. თითქმის ყველა იყო დაფიქრებული, შეშფოთებული იმ ფაქტით და ამას კიდევ აძლიერებს ის, რომ არ კეთდება განმარტებები და რაც კეთდება და რასაც ჩვენ ვისმენთ, ის ჩვენ შიშებს კიდევ უფრო აძლიერებს. იცით, ჩვენ მოусმინეთ ამ Eagle Hills-ის ამ კომპანიის ლიდერის, ანუ ხელმძღვანელის ინტერვიუს, სადაც საუბარია იმაზე, რომ დაასაქმებენ თქვათ ადგილობრივ არქიტექტორებს, ადგილობრივ დიზაინერებს, ადგილობრივი არქიტექტორი და დიზაინერი რამდენი შეიძლება ამ პროექტს დაჭირდეს და ის რომ ასეთი უზარმაზარი ქალაქი აშენდება ჩამოყვანილი მუშახელი და უმცირესობაში ქართული მუშახელი იქნება, ეს ფაქტია. ამავდროულად ითქვა ამ ინტერვიუში ძალიან გარკვევით, რომ ამ ძვირადღირებულ კომპლექსში ბინებს შეიძენენ თურმე ის ემირატების წარმომადგენლები, რომელთათვისაც ეს მეორე სამშობლო იქნება ჩვენი საქართველო და შემდეგ ჩამოვლენ და აქ დაისვენებენ, იმიტომ რომ კლიმატი არაჩვეულებრივი ღვთით ბოძებული მართლა მიწაწყალი გვაქვს ჩვენ და ვაი ჩვენს პატრონს მართლა რომ აი ესე დაუფიქრებლად და უდიერად ვანიავებთ ჩვენს ქართულ მიწებს. პატრიარქი ბრძანებდა და მის ქადაგებაში მომისმენია ასეთი რამ. ქართულ მიწასო რომ მოუჭირო ხელიო და მუშჩირო აიღო ქართული მიწა და ჩადო სისხლი წამოვაო, გამოედინება სისხლიო, მორწყულია ჩვენი მამაპაპის სისხლით და აი ესეთი მიწების ესე გადაცემა ვიღაცა ინვესტორებისთვის, სულ ძალიან მაგარი ინვესტორი იყოს და ეს კონკრეტული კომპანია საკმაოდ ძლიერი, შემდგარი, მრავალმილიარდიანი, ცნობილი მსოფლიოში კომპანია, თუმცა თავისი ინტერესებისთვის იბრძვის ყველა. და ჩვენც ის ადამიანები, რომლებიც კრიტიკულად და ფრთხილად ვუყურებთ ამ პროექტს, ჩვენი ინტერესებიდან გამოვდივართ. ეხლა დააკვირდით, ლაპარაკი არის გონიოს რო დაუბრუნდეთ ისევ 250 ჰექტარზე. იქ ცოტა მეტი, ცოტა ნაკლები ზღვის პირა ზოლია. როდესაც აი ამ ტერიტორიაზე ჩაიდგმება ესეთი ქალაქი, მართალია თვითონ ზღვა არ იყიდება, ისე რომ ზღვის ფართობი გაიყიდოს, მაგრამ რეალურად სადაც ეს კომპლექსი ჩაიდგმება, მისი მიმდებარე ზღვის აკვატორიაც ავტომატურად ამ კომპანიის საკუთრება გახდება, იმიტომ რომ ის გამოიყენებს თავისი ძვირადღირებული გემების თუ კატერების განსათავსებლად იქა და ადგილობრივი მოსახლეობა როგორც ჩერნოგორიაში, კვიპროსზე მოხდა, ვეღარც კი აღწევს იმ ნაპირამდე, ვეღარც კი შედის და ავტომატურად გამოდის, რომ არა მარტო მიწის ფართობი, არამედ ზღვის ნაწილიც ხდება ამ არაბული კომპანიის მმართველობის ქვეშ. ეს არის, რაზეც უნდა დავფიქრდეთ.
უნდა დავფიქრდეთ, როდესაც ასეთ პროექტებს კიდებს ხელისუფლება ხელს, ის რისკები მეტად უნდა გაანალიზოს, მე ასე მგონია და საჯაროობაა მეტი საჭირო. ზარი კიდევ ერთი, გამარჯობათ. მოგესალმებით, საბატონო ირმა, ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. მადლობთ. ჩემო კარგო, აი აღშფოთებულები ვართ, ჩვენი ახლობლები, ყველანი, მთელი ქართველობა. ჩვენ გვაქვს ერთი მიწა, ძალიან მცირე რაოდენობის ხალხი ვართ და ერი ვართ და როგორ შეიძლება ჩვენი მიწები გაიყიდოთ თან არაბებზე, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ქართველების ისწავლდნენ, კლავდნენ, ქართველებს აწამებდნენ, ყველაფერს ვაკადრებდნენ. თუმცა რომ ხდები არაბებს გული მისწრება სახეზე აკერიოთ რამდენი ადამიანის სიცხლე აქვს მათი წინაპრებს. ხოდა როგორ შეიძლება ასეთ ადამიანებს ან რასინგის ჩამოდიან საქართველოში ღმერთის როგორ არეშინია ამ არაბებს და ეხლა კიდე ეს ორი ქალაქი ხო უნდა გაუჩენოს არაბებს ააშენებინონ. ეხლა კიდე რუსთაველის კინოთეატრი მიუწიათ და ეს ჩვენი საქართველოს კულტურის ცენტრი იყო ყოველთვის რუსთაველის სახელობის კინოთეატრი. როგორ შეიძლება ასეთი კულტურის კერა ვიღოთ გადამცემლებს მისყიდონ ეს მთავრობა არიან სატანები ნამდვილი შემოსეული ქართველებზე. როგორ შეიძლება ეგენი იქნეს საქართველოში ასეთი აზროვნების, ასეთი მენტალიტეტის, ასეთი საქმეების კეთილების დოლარები ჯიბისფულად 7 მილიონი დოლარი რო მინიტოს ტაქსიუდებს ჯიბისფულად და ოქროს ზოდები და ასეთი რაღაცები რა სიკვდილად უნდა მიწაში ვინ გაატარს მაგას. ვიგაატას მაგათ მიწაში ხალხის სიმშილის ხდება. ეს იუზომამდე მიყავს ქართველი ხალხი, რომ მასლა აიგებენ იარას და მაგათ შუქს დაუხმიტავენ სულ. მომავალ ხალხს არაფერს არ უტოვებენ. ამდენი წლებია ქართველები დევნილებას მიდიან უცხოეთში და უცხოელ ადამიანებს ყველაზე მძიმე სამსახურზე ჰიგიენაზე ემსახურებენ, უშუქთავებენ სხვადასხვა ორგანოებს და ასეთი შრომით ნახულს აგზავნიან საქართველოში და ესენი ვიწყდნენ რომ ეკონომიკა ვითარდება საქართველოში. ვინ არიან ესენი მამა ღმერთმა შეაჩვენოს ეს ხელისუფლება. იესო ქრისტემ შეაჩვენოს. ღვთისმშობელმა შეაჩვენოს ესენი ღრუბავენ საქართველოს. აი ესეთია ჩვენი ტელემაყურებლის პოზიცია ამ პროექტთან დაკავშირებით და სავსებით გასაგები არის შეშფოთება, რომელმაც მოიცვა ჩვენი საზოგადოება. მე წეგან ვახსენე ჩერნოგორია, კვიპროსი, სხვადასხვა ქვეყნები, სადაც აი ამ კომპანიამ, არაბულმა კომპანიამ Eagle Hills განახორციელა ასეთივე ქალაქების მშენებლობა და უნდა ითქვას, რომ ჩერნოგორიაშიც, კვიპროსზეც მოსახლეობა იყო ძალიან აღშფოთებული, ამას უპირისპირდებოდა, აქციებსაც მართავდნენ, თუმცა იქაც ხელისუფლებები გამოდიოდნენ და აწმუნებდნენ საზოგადოებას, რომ ამას მოყვება ძალიან დიდი ეკონომიკური ეფექტი და რაღაცა მომენტში ეს ეკონომიკური ფაქტორები მართლა თვალშისაცემი იყო, თუმცა ხალხის კეთილდღეობას არ შეხებია. ნახეთ, იმიტომ რომ იქ თუ ჩადიოდნენ და ყიდულობდნენ ბინებს კვიპროსეს და მთელი ზოლი, აი ეს ლიმასოლი, აი ეს ზოლი არის დაკავებული მათ მიერ, სანაპირო ზოლი, იქაც სარგებლობენ მხოლოდ არაბული სახელმწიფოების, ემირატების წარმომადგენლები, იქაც ბინებს ისინი ყიდულობენ, მომსახურე პერსონალიც აღმოჩნდა შემდეგ, რომ მათ ჩაიყვანეს დიდი ნაწილი, იმიტომ რომ ადგილობრივებსო კვალიფიკაცია აკლიათო და ძირითადად მომსახურე პერსონალის ადგილებს ეძებდა მოსახლეობა და იმასაც კი ვერ ნახულობდნენ და აი ეს მაგალითები ჩვენ უნდა გავიაზროთ როგორც მაგალითი. და გამოვიყენოთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად, იმიტომ რომ არ შეიძლება ხელისუფლება ფიქრობდეს, რომ მხოლოდ ის არის ჭკვიანი და მხოლოდ მას ესმის, რა არის ქართული სახელმწიფოსთვის სასიკეთო. ჩვენ მაგალითად ძალიან ბევრ საფრთხეს ვხედავთ ამ პროექტში და უფრო მეტ საფრთხეს ვხედავ მე პირადად, ვიდრე რაღაცა სიკეთეს. ზარი კიდევ ერთი.
ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. Алло, გამარჯობა. კანონერმა. გამარჯობათ. გუშინ ვერ გამოვედი ზარზე, ვერ სამი საქონად. თვითონ გოჩა ჯოჯოა იყო, გიორგი და ვერ დავუხსნით. გისმენთ ისაუბრეთ. ჩემი აზრით, მე რაც ისე პატარა ვარ. ივანიშვილი ასრულებს თუ გაეცნობით მომავალში ჩვენ პატარა ხართ სუსლოვის დოქტრინას. ეს იყო ხრუშჩოვის დროს. მას უნდა საქართველოს განადგურება. აბსოლუტურად ეს რა თქმა უნდა რუსია დაქირავებული რუსია პუტინის გამოგზავნილი კაცია ზოიცოდეთ. პუტინის სუსლოვის დოქტრინაში ეწერა რომ საქართველოში უნდა ჩამოსახლდნენ უცხოელები, მათ შორის რუსები, საქართველოს მოსახლეობა უნდა შემცირდეს 50%-ის ქვევით და თავდათა უნდა მოხდეს ასიმილაცია. საქართველო უნდა განადგურდეს, როგორც ერი. აი ეს იყო და განიხილენ ახლა თვითონ თალხალხო მოგრავს ეცოდინება. მე ამას ტელევიზორში უსმენდი, მე არ მომიგონია. სუსლოვის დოქტრინა. Roma Brezhnevis ვაშტაცობა ხრუშჩოვს უნდა გადა ეს შეესრულებინა, იმიტომ მასთან ერთად მუშაობდა ცეკას-წევრი იყო თუ მოადგილე იყო ხრუშჩოვისა. Brezhnevs კონსტანტინე ლესელიძესთან ამყოფი იყო და უყვარდა მისი მხრიდან საქართველო. მან გადაარჩინა საქართველო, ბრეჟნევმა გადაარჩინა საქართველო. გასაგები. ჩვენ საუბრობთ პრინციპში ჩვენ საქართველოს ინტერესებზე ვსაუბრობთ ახლა და წეგან ვთქვი რომ ჩვენი მიწების დასაცავად ჩვენი წინაპრები ოფლსაც ხვრიდნენ და სისხლსაც ხვრიდნენ და ობიექტივის ეთერში გადის ხოლმე კლიპები არ არსებობს არ არის ქართული გვარი რომელსაც სისხლი არ დაიღვაროს საქართველოსთვისო და ყოველი გოჯი მიწა მართლა ჩვენი წინაპრების სისხლით არის გაპოხილი და გაჯერებული კიდევ ერთხელ შეგახსენებთ პატრიარქის სიტყვებს ქართული მიწა გაჯერებულია ჩვენი წინაპრების სისხლით ხელს თუ მოუჭერთ და მიწას მუჩი ჩაიდებთ სისხლი გამოუაო და აი ასეთი პატარა ქვეყანა ასეთი ლამაზი ქვეყანა ღვთითბოძებული ბუნებით ღვთითბოძებული ხალხით ნიჭიერი ხალხით დგავართ იმ საფრთხის წინაშე რომ აი ესე ნაწილ გონიოდან დაწყებული, ბორჯომით გაგრძელებული, ყაზბეგამდე ასული და მერე ყვარლით გაგრძელებული ჩვენი მიწები გადადის არაბების, ინდუსების, პაკისტანელების, ირანელების ხელში. და ეს ხომ ფაქტია. ეხლა დღეს მე ვსაუბრობ არაბულ პროექტზე, რომელიც გონიოს და გწანის ეხება. და გწანიშიც უნიკალური ტერიტორია, რომელიც უნდა გადაეცეს აი ამ არაბულ კომპანიას, მაგრამ წინა გადაცემაში მე ვისაუბრე ბორჯომზე კონკრეტულად, პლატოზე, სადაც ასევე თურმე 8 ჰექტარზე მეტი აქვს ერთ-ერთ არაბულ კომპანიას და ეხლა კიდევ 5 ჰექტარი იქვე მიმდებარედ გამოდის აუქციონზე, რომ შეეცვალოს იმას ტყის სტატუსი და გამოიტანენ მერე აუქციონზე და ვინ იყიდის აბა კითხვას ვსვამ რომელიმე რიგითი ბორჯომელი შეძლებს ამ პლატოს უნიკალური ტერიტორიის კიდვას ვერა ისევ ის არაბული კომპანია რომელსაც იქვე აქვს 8 ჰექტარი შეიძენს ამ დამატებით 5 ჰექტარსაც და გამოვა რომ 13 ჰექტარი ექნება ამ არაბულ კომპანიას. მერე გაიჩეხება უნიკალური ტყე და ჩაიდგმება რაღაცა სასტუმრო. სადაც ვერ რჩება ვერც ბორჯომელი და ვერც საქართველოს სხვა მოქალაქე. ზარი კიდევ ერთი. ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. გამარჯობათ. გაითიშა სამწუხაროდ თუ შეძლებთ თავიდან დაგვიკავშირდით. ასევე ჩვენ ვიცით რომ არა მარტო ვთქვათ ბორჯომში, გონიოში, გუდაურშიც, ბაზალეთის ტბაზეც ძალიან დიდი ტერიტორიები აღებული აქვს სწორედ არაბებს, სხვადასხვა არაბულ კომპანიებს. ზარი კიდევ ერთი. გამარჯობათ.
რეგა დელაკის და ბევრია სამწუხაროდ გაითიშა ზარი. მტკივნეულია თემა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. პატარა ქვეყანა თავის ტერიტორიას განსაკუთრებულად უნდა უფრთხილდებოდეს და ყველაფერი უნდა კეთდებოდეს იმისათვის, რომ ჩვენი მიწები იყოს დაცული, იმიტომ რომ თუ მიწა აღარ იქნა ჩვენი, სამშობლო აღარ გვექნება. და ჩვენ ვხედავთ ახლა გეზი, როგორი გეზი არის აღებული, რომ ეკონომიკა აყვავდება, ტურიზმი აყვავდება, ინვესტიცია ჩაიდება. თქვენ რა ესეთი ბნელები ხართ და ესეთ ანტისახელმწიფოებრივად აზროვნებთ, რომ ხარს არ გვიჭერთ ამ კეთილ საქმეში? და მეორეს მხრივ ჩვენ ვხედავთ, რა დიდი რისკები შეიძლება მოყვეს პირველი ჩვენი მიწების აი ესე დათმობას, მეორე განსაკუთრებით სტრატეგიულ რეგიონებში, ისეთი როგორიც გონიო, აჭარა და სარფის მიმდებარე ტერიტორია, აი ესეთი დიდი ფართობის გადაცემა არაბული კომპანიისთვის და აი ამას ჩვენ ვხედავთ, ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ და მე მგონი ჩვენ მოგვიწევს ძალიან დიდი შეკრება აქციის სახით თუ არ ვიცი რაღაცა უბრალოდ იმისათვის რომ დაინახოს ხელისუფლებამ რამდენი ადამიანი წუხს ამ პროექტთან დაკავშირებით და აუცილებელი იქნება გარეთ გასვლა, მე ასე მგონია. ზარი კიდევ ერთი ჩვენს ეთერში. გამარჯობა ბატონო ირმა. გამარჯობათ. ეხლა უსმენდი ზარებს და სასაულია როცა ხალხი ამბობს რომ დიდი ნევლანიშვილს უნდა ქართველების განადგურება, მოსპობა. მან გვაჩვენა, როცა ნაძბანდა მოგვაშორა, რომ მას ნამდვილად არ უნდა ქართველების მოსპობა, მაგრამ ის რომ არ არის პოლიტიკოსი და რომ ის არის ბიზნესმენი, ეს ჩანს ყველა მის ქმედებაში. თორემ ჩვენ მოქმედებით ხალხის სიყვარული მას ბევრი ვერ შეედრება. მე არ ვიცავ მას, მაგრამ ამბობს სიმართლეს, რაც ჩემი აზრიდან გამოდის. და ის რომ მას გვერდზე ყავს მოღალატეები, ქალბატონო ირმა, დანიშნა ერთი პრეზიდენტი, მეორე პრეზიდენტი, არც ერთი არ გამოდგა. ყველა უვარდისია და პლუს თვითონ ვერ მართავს სწორად. ეს უფრო სწორია, ვიდრე არის მოღალატე და ქართველების მტერი. მადლობა. სამწუხაროა რომ გაითიშა, მაინტერესებდა თქვენი აზრი იმ თემასთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ინვესტიცია, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ყოველი ინვესტიციის განხორციელება უნდა იყოს დაკავშირებული იმასთან, რომ ჩვენი უსაფრთხოება, ჩვენი სტრატეგიული ინტერესები არის ძალიან კარგად გაანალიზებული და დაცული. აი მერე ვლაპარაკობთ ჩვენ ინვესტიციის სიკეთეზე. თუ ესა თუ ის ინვესტიცია შემოდის თავისი დიდი კაპიტალით და 6 მილიარდზე მეტი არის აქ ნათქვამი რომ იქნება ჩადებული ამ პროექტში, ის ჩემს სტრატეგიულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს მინიმალურ საფრთხესაც კი არ უნდა უქმნიდეს და ეხლა რაზე ჩვენ ვსაუბრობთ, რა გამოცდილებაც არის მსოფლიოში, ჩერნოგორიდან დაწყებული კვიპროსით გაგრძელებული, ბულგარეთში სხვათა შორის ეს კომპანია იყო და იქაც იგივე რამ მოხდა, მოსახლეობა ვერ შედის იმ ზღვის სანაპიროზე ბულგარეთში და საერთოდ იმ კომპლექსით ვერანაირად ვერ სარგებლობენ ადგილობრივები და ეს მოხდება საქართველოშიც. ამაზე ვლაპარაკობთ ჩვენ. ზარი კიდევ ერთი. ისაუბრეთ, დრო იკარგება. სამწუხაროა გაითიშა ეს ზარიც. ჩვენ წეგან ვამბობდი პატარა ქვეყანა ვართ თქო და ეს ჩვენი ქვეყანა განსაკუთრებულად უნდა იყოს დაცული. ჩვენ უნდა ვიცავდეთ ამ ქვეყანას, ჩვენ თუ ჩვენ მიწას აი ესე დავთმობთ, ჩვენს მიწებს ასე დავთმობთ, სხვა რას იზავს აბა. არ არის მაინც და მაინც შეიცვალა ეპოქა, აღარ არის ახლა რომ ხმლით შემოგესიოს ვიღაცა და ხმლით და იმითი იყოს ბრძოლა, ხო ხედავთ უკვე სხვა სტილის ომები მიდის, შეიძლება ითქვას ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით მიდის თანამედროვე ომები,
მაგრამ ხმლით და აი ამ სამხედრო იარაღით არ ხდება მხოლოდ დაპყრობა. დაპყრობა ხდება ასევე ანალოგიური ტიპის ეკონომიკური პროექტებით, სადაც დევს სერიოზული საფრთხეები ისეთი ტიპის პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ამიტომაც კიდევ ერთხელ ვამბობ, კონტრაქტი რაზე ელაპარაკება საქართველოს მთავრობა არაბულ კომპანიას, უნდა იყოს საჯარო. აი ესეთ დიდ გადაწყვეტილებას რომ იღებ და ესეთ სერიოზულ პროექტს რო ახორციელებ, აუცილებლად ხალხი უნდა იყოს ჩართული ამ პროექტის გაანალიზებაში, დისკუსია უნდა იყოს, მეტი ინფორმაცია უნდა კონდეს ხალხს, რა რისკებია, რა პლუსებია, რა მინუსებია. აქ ხალხი ფეხებზე კიდიათ, რა მოდი ესა ვთქვათ. და ეს უკვე მრავალჯერ გამოხატა ქართულმა ოცნებამ. არავის არ აინტერესებს ხელისუფლების პირველ პირებს შორის რას ფიქრობს ხალხი. მოუნდათ აკეთებენ. ეს არის წარმოიდგინეთ, ხშირად გვითქვამს, ფეოდალური სახელმწიფო უკვე რაც საქართველოში და როდის იყო ეხა ბატონი და ფეოდალი ყმას და მონას ეკითხებოდა რა პროექტი გავაკეთო. და ეს ვითარებაა დღეს საქართველოს. მოუნდა აკეთებს, არ მოუნდება არ გააკეთებს და სანამ ჩვენ ძალას არ ვაჩვენებთ და ჩვენ არ ვეთქვით რომ არავისი მონები არა ვართ და ქართველი ხალხი არის ყოველთვის შეურიგებელი ნებისმიერი ტიპის მონობასთან, მანამდე ესე გაგრძელდება მეგობრებო რა. ზარი კიდევ ერთი. გამარჯობათ, მოგესალმებით. გამარჯობათ. შეკლა სალვატოროირმა რა მნიშვნელობა აქვს დღევანდელ მთავრობის წარმომადგენლებს საქართველოს უყვართ თუ არ უყვართ. როდესაც გაიყიდება ამხელა ტერიტორია, საქართველოს ტერიტორია და ამას აიღებს არაბული კომპანია, ამას უნდა მიხვდეს ნებისმიერი ქართველი, რომ ეს გამოიწვევს ქართული ერის განადგურებას და მოსპობას. ესენი მოითხოვენ მეჩეთებს, ესენი მოითხოვენ თავიანთ სკოლებს და თავიანთ დაცვას. და არ არის გამორიცხული რომ კიდევ გაფართოება მოითხოვენ და აუცილებლად მოითხოვენ გაფართოებას, როდესაც შეხედავს ადამიანი რომ ამ ბაღნარ ქვეყანაში დამსვლელი არავინ არ აყავს და იყიდება მიწები, რატომ არ იყიდიან? როდესაც ეგრე უდაბნო აქციის და არის დღეს დუბაი და საქართველოს ტერიტორიაზე ვინ იტყვის უარს? რა ინვესტიცია იდება? მე არ ამგონია რომ არსებობდეს ქვეყანა, სადაც არ არის ქარხნები და ფაბრიკები. იქ უნდა იყოს წარმოება და იქ უნდა იყოს ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმებული. თუ ეს ჩვენ ქვეყანაში არ შეიქმნა ქარხანა, არ შეიქმნა წარმოება, არ იქნა ჩვენი მოსახლეობა დასაქმებული და თუ ასე უნდა იყოს ბუზარაკიდებული მთელი ცხოვრება ქართველი რომ იაროს სხვა ქვეყანაში ხვისი ბევრების მოსავლენად, ჩვენ საქართველოს მაშინ ჩვენი მომავალი რაღა არის ცხოვრებაში და რაღა უნდა მოხდეს ცხოვრებაში. ჩვენ ახლა ვართ ერთი თაობის ხალხი და მაინტერესებს კაცო, ჩვენ გავიარეთ სოციალიზმის გავიარეთ ჩვენ. მიწები არავის არ უხდია, კაცო, ასეთი საშინელება მე არ მინახავს. მე ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა და თუ დაინგრა უყვათასი დააშენებულიყო, იქ რაც იყო დაარღვეული ანტიკომუნისტებისაგან. მე მახსოვს ის პერიოდი, რომ ქარხნებში მუშაობდნენ ხალხი და იყვნენ ისეთები, რომლებიც არ მუშაობდნენ და ხელფას იხებდნენ და შემდეგ პენსიაში გადიოდნენ. მაგრამ ეს იმ იდეოლოგიის ბრალიკი არ იყო, ეს იყო იმ ანტიფაშისტების ბრალიკი, რომლებაც დაამახინჯეს, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეხლა ჩვენ კარგი ბავშვობა გვქონდა. ასეთი საშინელება მე არ მინახავს, კაცო, ეს როგორ შეიძლება ტერიტორიის გაყიდვა, აჭარაში ამხელა ტერიტორიის გაყიდვა. მე უდიდეს პარტიისგან ყველა ერის სარწმუნოებას, მაგრამ მე პირველ ადგილზე ჯერ ვაყენებ ჩვენ ქრისტიანულ სარწმუნოებას. ესენი კიდევ ვინც შემოდიან, ესენი სულიად განსხვავებულები არიან ეს ხალხი. ესენი თვითონ ჩვენმა შეფებულებიან. ქართველი რო შეეგოს და ქართველმა რო დაუხაროს, არის ღმერთთან მოახდინოს ეს, ჩვენ გვიგუებენ ესენი და არ არის გამორიცხული რომ აქ სეპარატისტული ძალები დაიბადოს კიდევ და აღმოუჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში, რომ შიდა ომი რომები წავიდეს.
ეს ამის დაშვება არ შეიძლება არანაირად. მე არ მაინტერესებს ბიძინა ივანიშვილი იქნება ის თუ მათი მთავრობის წარმომადგენლები საქართველოს უყვართ თუ არ უყვართ. მე ვერ დავინახე აქ ჩემი ერის სიყვარული და ქართველი ვერ დავინახე ამისაზე გახარებული. ზრდის შვილს გამოუჭედე ბავშვს ტვინი ისწავლე შვილო სწავლობს ბავშვი და არ ვიცი სკოლას რო დაამთავროს რა მომავალი ელოდება. ამის შავრი ხვდები. ეს როგორ შეიძლება კაცო სტუდენტს ხელშეწყობა უნდა ჰქონდეს. აგერ ახლა ჩემმა ნათესავმა ონლაინი ჩააბარა თურქეთში. აქაც ჩააბარა, მაგრამ იცია ის ქვეყანა და წავიდა. ბინით უზრუნველყოფილია, ყვებით უზრუნველყოფილია. თავიანთ სტუდენტებზე ხოს ეგმეთია ლაპარაკი. ნუ თუ არ შეუძლია ამდენ მილიონებმა, რომ თავიანთი ქვეყნისთვის გააკეთოს ისეთი რამ, რომ არის ხელმოკლე სტუდენტები, რომლებსაც აუშენონ სტუდქალაქივით მსგავსი რაღაც, რომ ბავშვები იქ იყვნენ, კონდეთ კვება და კონდეთ ჩვენ იჭიერ ბავშვებს ხელშეწყობა. რატო უნდა გაურბოდეს ჩვენ ახალგაზრდა თვალი ან ევროპისკენ, ან თურქეთისკენ, ან სადმე 39 წელი არ მოგვარდა ეს პრობლემა. ეს უნდა მოვაძლოთ აუცილებლად ქალბატონო ირმა, ეს არანაირად არ შეიძლება დაიღუპა. გავნადგურდით ხალხი ქალბატონო ირმა. ფუნქართ და ეს არის. როგორ შეიძლება აქ დარჩებიან საბოლოოდ არაბები, შერეული ტომები და დარჩებიან ის ერთეული მდიდარი ქართველები, რომლებიც იქნებიან მათი დაქირავებული აგენტურა. აი ეს მოხდება რა, ქართველ საქართველოს გამყიდველი ყოველთვის ყავდა, მაგრამ უნდა ვარჯობოთ ჩვენ. მე ამას დიდარისლობ იყო დღეს. საქართველოს ტერიტორიების გაკეთებას ვერანაირად ვერ შევეგუები. არ შეიძლება. მადლობთ. ძალიან საინტერესო ზარი იყო, თითქმის ყოველი ჩვენთაგანი სათქმელი მოიცვა ამ სატელეფონო ზარმა და ის რაც ყოველი ქართველის გულში აი ზუსტად ისი თქვა. წეგან მე ვსაუბრობდი იმაზე, რომ გონიოზე გავაკეთე დღევანდელ გადაცემაში მაინც აქცენტი, იმიტომ რომ გონიოს ტერიტორია ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორია. ეხლა დეგენერატი თუ არ არის კაცი, უნდა ესმოდეს რაზე ვლაპარაკობთ ჩვენ. დაახლოებით 10 კილომეტრია თურქეთის საზღვართან, ძალიან ახლო არის ესა, სარფი და აგერ უკვე თურქეთის სახელმწიფოსთან საზღვარი გადის. ეს ტერიტორია თავის დროზე საბჭოთა პერიოდში და იმის მერეც იყო სამხედრო ტერიტორია და სტრატეგიული დანიშნულების მქონე. ეხლა იგივენაირად მოხდა წეგან თქვი მე ჩერნოგორიაში, იგივენაირად მოხდა სამხედრო ყოფილი ტერიტორიის აღება და დაკარგა მერე ჩერნოგორიამ წვდომა იმ ტერიტორიაზეც და იმ სანაპირო ზოლზეც. აქ ახლა ლაპარაკი არის სადაზვერვო წვდომაზე, ჯარის ნაწილების განლაგების შესაძლებლობაზე, რომელიც წაერთვა აღარ აქვს და ძალიან მარტივად რომ დავინახოთ სურათი. აი ესეთ სტრატეგიულ ადგილზე ჩადგა კიდე არაბული ქალაქი. ნუ კიდე ერთხელ ვამბობ რა, ძალიან ან თავსისულელებ, ან მართლა არ გიყვარს რა შენი ქვეყანა რა. ზარი კიდევ ერთი. გისმენთ ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. იმის ნაცვლად რომ ჩვენ სწორედ ეგ ნაწილი, აი საქართველო-თურქეთის საზღვარი, გამომდინარე იქიდან კიდევ ერთხელ ვამბობ, რა პოლიტიკასაც წლების მანძილზე მიზან მიმართულად ახორციელებს თურქეთი აჭარის რეგიონში, რომ ეკონომიკური ექსპანსია ეს რო ხდება ახალი ამბავია და როგორ არის გაძლიერებული თურქეთის სპეცსამსახურები, როგორ არიან გაძლიერებული, როგორ აფინანსებს თურქეთის სახელმწიფო მიზან მიმართულად წამგებიან ბიზნესებს აჭარაში, როგორ აქვთ უკვე ფეხი გადგმული და კიდევ აი ასეთ ძალიან მნიშვნელოვან რეგიონში ბევრი რამეც რომ ვერ ითქმება და ისე უნდა გააკეთო ძალიან აკურატულად და ლამაზად. მართლმადიდებლურ დიდ ქალაქს კი არ აშენებ კაცო. არაბული ინვესტიცია გინდა რომ ჩადგა. და მე კიდე ქართველ ხალხს უბრაზდები და ებუტები, რომ თურმე შენი დიადი ბჭყალებში მიზნები ვერ გაიგეს რაში მდგომარეობს. ზარი კიდევ ერთი.
გამარჯობა ქალბატონო ირმა, მადლობა რომ ამ საკითხებს შეეხეთ. ზუსტად თქვით, ასეთ სამხედრო ექსპერტს არ უთქვამს, რომ გონიო ასეთი სამხედრო ნიშნულობის პუნქტია და დასახლება. ყველაზე მთავარი რაც თქვენ ბრძანეთ ჩემთვის არის ის რომ ნამდვილად მიწები დაიტმო კი არ გაიყიდა ანუ ის რა თქმა უნდა საშინელებაა მაგრამ არ არის გაყიდული დათმობილია საერთოდ თავიდანვე ეთყობა მე აი ჟარგონს ვიხმარ მომიტევით ბიზნესში რო იტყვიან პოსლეზე ანუ აი ბინეს იმ აპარტამენტებს პენტჰაუზებს რო გაყიდიან მე ხდება ამოღება ამაშია საქმე ქართულ მოსახლეობას იქ არ გააკარებენ არც პერსონალად იმიტომ რომ თავიანთი ტრადიციებიდან გამომდინარე თავისებურებებიდან კვებითი რეჟიმები ხვდებით ყველამ ვიცით ეს რომ სრულიად განსხვავებული და სპეციფიურია ჩერნოგორიაში აი მონტენეგროში რაც თქვენ ბრძანეთ იქ არის სხვა კონფესიური ეს მოსახლეობა ორი და ჩვენ ამ ხრივ კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში ვართ თურმე აქამდე უკვე მილიარდამდე დოლარი უნდა შემოტანილიყო ბიუჯეტში ანუ კიდევ უფრო რაღაცა საშინელება ხდება და არ ვიცით ეთყობა ვინც იცით ეს ბიზნეს პროექტები ალბათ იმათმა უნდა ილაპარაკონ და თქვენი იმედი გვაქვს ქალბატონო ირმა ნამდვილად საჭიროა რომ ადამიანებმა უთხრათ ერთმანეთს და დავენახოთ და რაღაცა აზრი გამოვხატოთ ნუ არ შეიძლება ასე ცხოვრება პეპლები ხომ არა ვართ ბოლოს და ბოლოს კაცო ადამიანები ვართ და საშინლად ექცევიან უკვე ხალხს საშინლად ექცევიან ასე არ შეიძლება ასე ვეღარ გაგრძელდება უბრალოდ აღარ არის ლაპარაკი ინფლაციაზე გაჭირვებაზე პირდაპირ თვალებში გიყურებენ და გეუბნებიან რომ დამთავრდა ეს ქვეყანა აღარ არის შენი აი ასეთი შეგრძნება აქვს ყველას მადლობთ რომ მომისმინეთ პირიქით დიდი მადლობა საინტერესო ზარისთვის ეს კიდევ ერთხელ თქვენი ჩართულობა, თქვენი მოსაზრებები კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რაოდენ არის ჩვენი საზოგადოება შეშფოთებული და დაფიქრებული ამ ინვესტიციასთან დაკავშირებით და ეს არ არის ერთი-ორი კაცის შეშფოთება. მთლიანად ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი არის ამითი დაფიქრებული, რომ რა ხდება და მე საგანგებოდ გავამახვილე დღევანდელ გადაცემაში ყურადღება გონიოზე, აი ამ სტრატეგიულ ძალიან მნიშვნელოვან ადგილზე, გითხრათ სიმართლე, ეხლა ყველაფერი რაზე ჩვენ ვლაპარაკობთ, მე მგონი გასაგები უნდა იყოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ეხლა ესე ლობირებენ ამ პროექტს. უნდა იყოს გასაგები ჩვენი სტრატეგიული ინტერესი რაში მდგომარეობს იქ სწორედ სარფთან ახლოს გონიოში. უნდა იყოს გასაგები ის რომ ეს ზღვის აკვატორიასაც მოიცავს და სწორედ ეს ქვეყნები ემირატები, საერთოდ არაბული ქვეყნები ძალიან ცდილობენ მათ სტრატეგიული ამოცანა აქვთ კიდე დასახული რომ შავ ზღვაში რაღაცნაირად გავლენა გააფართოონ. და სწორედ ასეთი ეკონომიკური პროექტების გზით ხდება რაღაცნაირად შავ ზღვაშიც მათი დომინირება. და ჩვენი ეს გონიოს ტერიტორია ამ ხრივ უნიკალურია. ეს ინვესტორი იქ არა მარტო მიწის ფართობს იყენებს, არამედ ამ ფართობის გასწვრივ მთლიანად ზღვის ზოლსაც იყენებს. და აი ამაში ფულს საერთოდ არ იხდის. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ ხაზს უსვამ იმას, რომ აი ამ ზღვის ნაწილში და ეს უზარმაზარი ტერიტორია გამოდის, შეიყვანს თავის პატარა კატერებს, გემებს, რაღაცა დაიკავებს ამ ადგილს. და მერე ღმერთმა არქნას, ჩვენ რომ დაგჭირდეს, ვერც სახელმწიფო სტრუქტურები შევა იქა და ვერც ვერანაირი ქართულ ჯარზე აღარ ვლაპარაკობ, რომ საერთოდ კონტროლი არ ექნება მაგ ტერიტორიაზე. უნდა ვიფიქროთ ჩვენ ქვეყანაზე. ის არაბი თავის სახელმწიფოზე ფიქრობს, თავისი ხალხის კეთილდღეობაზე ფიქრობს, უდაბნოში მართლა
ხელოვნურ ტყეებს აშენებენ და შადრევნებს აშენებენ ხელოვნურს და ჩვენ ესეთი ბუნებრივი მიწაწყალი გვაქვს და ეს გვაჩუქა ღმერთმა და ვინ მოგცა ჩვენი მისი უფლება რომ ესე უდიერად გავანიაოთ ეს ყველაფერი და დავთმოთ თითქოს და რაღაც ეკონომიკური ინტერესების ხარჯზე მე ბევრჯერ გვითქვამ ჩვენ გადაცემაში და დღესაც გავიმეორებ რომ ჩვენ გჭირდება აი ესეთი 7 მილიარდიანი ინვესტორები ციფრული ტექნოლოგიების განვითარების დარგში რისკენაც ორიენტაცია უნდა აიღოს ჩვენს ქვეყანამ და სახელმწიფოს პოლიტიკა სწორედ სტრატეგია იმაზე უნდა იყოს აგებული რომ ეს ციფრული ტექნოლოგიები განვავითაროთ ჩვენ ამაში მოვიზიდო და ჩაიდოს ის უცხოური კაპიტალი რომ მე საქართველოს აწარმოოს ან მობილური ტელეფონია ან ელექტრომობილი ანუ ინტელექტუალური შრომა რაც ჩვენ ძალიან კარგად გამოგვდის და ნიჭი მათემატიკისა რაც ჩვენ ასევე ღმერთმა გვაჩუქა და ჩვენერს ეს ნიჭი უდაოდ აქვს ეს გამოვიყენოთ და გაცილებით დიდი იქნება ჩვენი შემოსავალი თუ საქართველოს აიღებს გეს ამ მიმართულებით რომ რაღაცნაირად ციფრული ტექნოლოგიების საბადო ვიყოთ აი ეს გეზი გქონდეს ჩვენ რომ აღზარდოთ ახალგაზრდა სპეციალისტები სწორედ ამ მიმართულებით ავიღოთ გეზი სწორედ ციფრული პროდუქტების წარმოებაზე და იმაზე რასაც ეს ახალი ტექნოლოგიები გულისხმობს ჩვენ ახლა რას ვამბობთ ნახეთ არჩევანი არის გახდეს შენ სამხრეთ კორეა აი ჩინეთი როგორ განავითარა თავისი ეკონომიკა ძალიან მოკლე პერიოდში ხო სწორედ აი ამ ტექნოლოგიების გამოყენების გზით და ეს პროექტები განახორციელა ჩინეთმა სამხრეთ კორეამ და ტურიზმი მეორეს მხრივ ეხა ქართული ოცნება მთლიანად ტურიზმზე აკეთებს აქცენტს და რატო შედალოცვილო ამ ტურიზმში კონდეს პროექტები მაგრამ ასეთ სტრატეგიულ ინტერესებს კი ნუ დათმობ განავითარე ეს ციფრული ტექნოლოგიები გეზი ავიღოთ რომ წარმოებელი ქვეყანა გავხდეთ წეგან მართალი ბრძალა ქალბატონმა რაღაცას ხომ უნდა ვაწარმოებდეთ ჩვენ ანუ გამოდის რომ ქართველი ერი ემზადება იმისათვის რომ ჩვენი შვილები და შვილიშვილები მომსახურე პერსონალი იყოს ამ ქვეყანაში და თანაც ჩვენ მიწებს ჩვენ აღარ ფლობდეთ ჩვენს სამშობლოში არაბულ, ინდურ, პაკისტანულ, ირანულ სამფლობელოებში ჩვენი შვილიშვილები უნდა იყვნენ დასაქმებული მუშახელი ეს არ არის სახელმწიფო ეროვნული პოლიტიკა არ არის ეს ჩემო ძვირფასო მეგობრებო და არანაირად არ შეიძლება ამას ეწოდოს რომ შენ ქვეყნის ინტერესებს იცავ მე იცით რა მახსენდება მეორე პროექტი რო ქონდათ და მე მგონი კიდე ძალაშია ის მარიხუანა უნდა მოვიყვანოთ მარიხუანას პლანტაციები უნდა გავაშენოთო საქართველოში და როგორ გვეწინააღმდეგებოდნენ მაშინ რომ თქვენ არ გესმით რა დიდი ეკონომიკური ეფექტი მოყვება ამას რა შუაშია მარიხუანა და რა შუაშია ნარკომანიის გავრცელება ეს სხვადასხვა რამ არისო და ასეთ პატარა ქვეყანაში დავთმოთო ეს ჩვენი ქვეყნის მიწები იმისათვის რომ მარიხუანა ვაწარმოოთ შემდეგ კოსმეტიკისთვის სამედიცინო მიზნებისთვის გამოვიყენებთო და იმას რა საფრთხეები მოსდევდა რომ ჩვენი მიწაწყალი მარიხუანას წარმოებისთვის დაგვეთმო ამას კი არა ანალიზებდნენ და ეს მაპატია და კიდიათ რა ჟარგონი რო გამოვიყენოთ ეს არა თავარია ეკონომიკური მოგება ექნება ძალიან დიდიო და გამდიდრდებითო და აყვავდება ჩვენი ამაში გვარწმუნებდნენ პირველი პირები ხელისუფლებისა რომლებიც ლობირებდნენ აი ამ პროექტს და ის რომ მე ის მარიხუანა შენი პლანტაციიდან გარეთაც გავა მე იმას გადაამუშავებენ კიდე რაღაც ქიმიურ ელემენტებს ვიღაცა კუსტარული ლაბორატორიები შეურევენ და მოწამლავენ მთელ ქვეყანას ეს არ იყო მათთვის და არ არის მათთვის რა საერთოდ თავარია ფული აი ეს არის ამოსავალი წერტილი და ქართული ოცნების
სამარკო ნიშანი, ფული და ფული. მეტი არაფერი. და ეს ფული ხალხამდე კი არ მიდის, როგორ მივახა, როგორ შეიძლება მონას ფული კონდეს. ეს ფულიც უნდა იყოს მხოლოდ მათი, ახალი ფეოდალების. და ეს არის, სადაც მოვედით ამ 13 წლის მერე. ქართული ოცნების მმართველობის 13 წლის მერე. და ამაზე უნდა ვიფიქროთ ყველამ. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ობიექტივი განაგრძობს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას. მე კი გემშვიდობებით ნახვამდის.